კორეელებს საკუთარი ენა და დამწერლობა აქვთ. ისინი კორეულ ენაზე ლაპარაკობენ და ჰანგილის ანბანს იყენებენ. კორეული დამწერლობის შექმნამდე იეროგლიფები გამოიყენებოდა. კორეული ენის თავისებურებიდან გამომდინარე, იეროგლიფური დამწერლობა არ იყო საკმარისი, რადგან კორეული ენა ძალიან განსხვავდებოდა ჩინურისაგან და უბრალო ხალხს უჭირდა იეროგლიფების სწავლა. 1453 წელს მეფე სეჯონგ დიდმა კორეული ანბანი, ჰანგილი შექმნა. მან დააარსა სამეფო კარის აკადემია ჯიფიენჯონი, ანუ ბრძენთა პალატა, სადაც კონფუციანელი მეცნიერებები ასტრონომიას, ზუსტ მეცნიერებებს და კორეულ ენაში არსებულ თავისებურებებს იკვლევდნენ. სეჯონგ მეფის მეთაურობით მეცნიერებმა კორეულ ენაზე მორგებული ანბანი შექმნეს, რის საფუძველზეც კორეული ენის უფრო მარტივად ჩაწერის საშუალება მოგვეცა. თავდაპირველად ანბანს ეწოდა მართალი ბგერები ხალხთა განათლებისათვის, თუმცა დღესდღეობით მას ჰანგილი ეწოდება. ყოველწლიურად წერა-კითხვასთან უცოდინობის ბრძოლაში იუნესკო იძლევა პრემიას, რომელიც ყველაზე მარტივად შესასწავლი ანბანის შემქმნელის მეფე სეჯონგის სახელს ატარებს. დღესდღეობით კორეაში ჰანგილის მეშვეობით წერა-კითხვის უცოდინრობის დონე ძალიან დაბალია. ჰანგილის ანბანს ის გამოარჩევს, რომ ასოების მეშვეობით შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი ენის ბგერის ჟღერადობის გამოხატვა. ჰანგილის შექმნის შემდეგ კორეული კულტურის აყვავება დაიწყო, თანმიმდევრობითი და შემოქმედებითი საქმიანობა გააქტიურდა. თავდაპირველად კორეული დამწერლობა ჰანგილი 28 ასოსგან შედგებოდა, დღეს კი გამოიყენება 14 გრაფემა ხმოვანებისთვის და 10 გრაფემა თანხმოვანებისთვის. ჰანგილის გრაფიკული და სისტემური თვისებების მეშვეობით შესაძლებელი გახდა კლავიატურის, შრიფტებისა და თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების შექმნა, რომელიც წარმოადგენს მოწინავე ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მეცნიერების პროდუქტს. ჰანგილი არა მარტო კორეელებისთვისაა საამაყო, არამედ ფართოდ აღიარებულია როგორც უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა. ქართული და კორეული დამწერლობები გამოირჩევა თავისი მეცნიერული და სისტემური უნიკალურობით, რის საფუძველზეც იუნესკო მათი უნიკალურობა სხვადასხვა კატეგორიაში აღიარა. ქართული ანბანი წარმოადგენს მსოფლიოში 14 უნიკალური დამწერლობათაგან ერთ-ერთს და მისი აღიარება ეფუძნება სამი ისტორიული ფორმის, ასომთავრულის, ნუსხურისა და მხედრულის ჰარმონიულ თანაარსებობას. კორეული ანბანი კი არის სისტემურად ყველაზე დალაგებული და ყველაზე ლოგიკური, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორეული და ქართული დამწერლობები კაცობრიობის მემკვიდრეობის უდიდეს მონაპოვარს წარმოადგენს.